ადამიანის არსებობას ერთადერთი გამართლება აქვსო და ეს არის მადლიერებაო. მადლიერების განცდა და შეგრძნება არის ერთგვარი ვთქვათ საწყისი იმისა, რომ რწმენაში გავძლიერდეთ? თუ ჯერ უნდა გვწამდეს, რომ ეს მადლიერების გრძნობა გქონდეს? მადლიერების ესე იგი გაქრობა ჩემში არის სრული ამპარტავნება. ადამიანი უნდა ხმარლობდეს ღმერთს განსაცდელის დროსაც. აი, ეს ცოტათი რთულია და რამდენად შეუძლია ჩვეულებრივმა მოკტავმა ადამიანმა მიაღწიოს ამას. თუ თავმდაბლობა ექნება, ამ შემთხვევაში ნამდვილად ადვილად შეძლებს ამას. ხდება ხოლმე რაღაცნაირი პროტესტის გრძნობას ღმერთის მიმართ, რომ აი რატომ? არაფერს არ ითხოვს ის შენგან, არაფერს რაღაცა სანაცვლოდ არ გთხოვს, გარდა ერთისა, რომ გწამდეს მისი, როგორც მხოლოდ შობილი ძის და გწამდეს მისი სიტყვებისა, რასაც ის გეუბნება.